გამარჯობათ, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ესე იგი, გერმანიის კანცლერს, კაცურ კაცს, ოლაფ შოლცს პარტია დაეშალა, სამთავრობო კრიზისი აქვს და ის კი საქართველოთია შეშფოთებული. შემიძლია გერმანიის კანცლერს რჩევა მიუცე, როგორც კი პანიკური შეშფოთების მორიგი შემოტევა ექნება, სამზარეულოში შევიდეს, გამოაღოს მაცივარი, გამოიღოს ცივი ლუდი და მიიყუდოს ძალიან შველის შეშფოთებას. მერე კი მიმოიხედოს, რას მის გარშემო ხდება, შეშფოთდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს. მის ქვეყანაში ბევრია შესაშფოთებელი, მაგრამ როდესაც საკუთარ ქვეყანას უკვე ვეღარ აკონტროლებ, მაშინ იწყებ სადღაც სხვაგან ხელების ფათურს, რათა რაიმეთი მაინც დაკავდე. ისე ახლა ეს რომ თქვი გერმანიის კანცლერს რჩევას ვაძლევ მეთქი გამახსენდა კომუნისტების დროს საქართველოში იყო ასეთი პოლიტიკური მიმომხილველი აბონ ციციაშვილი. ჩემი თაობის ადამიანებს ალბათ ახსოვთ, რომელიც სულ რონალდ რეიგანს ემუქრებოდა. კლასიკური გახდა მისი ერთი გამონათქვამი, რონალდ რეიგანს დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველაფერი თავითაო. მაშინ ძალიან მხიარულობდით ამ გამონათქვამით. არა მეგობრებო, სსრ კავშირშიც იყო რაღაც სახალისო და მხიარული, სულ 37 წელს კი არ იყო და ზოგჯერ ჩვენს სიდუხჭირისგან გაქვავებულ და შეწუხებულ სახეებზეც გაიელვებდა ღიმილი. ხო და ალბათ ახლაც იმედია თქვენს სახეებზე გაიელვა ღიმილმა, როდესაც მე ოლაფ შოლცს რჩევა მივეცი. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ისევ და ისევ ხმამაღლა ვკითხულობ. რატომ არ აძლევს მოსვენებას ამ ჩვენს დასავლელ, დაუძინებელ მეგობრებსა და მიძინებულ მტრებს გამჭვირვალეობის კანონი, ფინანსების გამჭვირვალეობის კანონი. თითქმის ნახევარი წელია ამ კითხვაზე პასუხს ვეძებ და ვერ ვპოულობ. წესითა და რიგით, თუ კი ყველაფერი კანონიერად ხდება, მაშინ უცხოელი დონორები თვითონვე უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ მათ მიერ უცხო ქვეყანაში ამა თუ იმ ჰუმანიტარული მიზნით გამოგზავნილი ფულის ტრიალი და ბრუნვა იყოს გამჭვირვალე. ასე მგონია მე და ძალიან გასაკვირია, ეს რატომ არ უნდათ მათ, ვინც ფულს აგზავნის. დავიჯერო, ასე არიან ისინი აქაურების კეთილსინდისიერებაში დარწმუნებული, რომ ზედმიწევნით იციან მათი ფული დანიშნულების ადგილას, რომ 100%-ით ხდება? აი რატომღაც მგონია, რომ თლად ასე არაა საქმე. ჩემი თავი წარმოვიდგინე მათ, ანუ უცხოელი დონორების ადგილას. სიტყვას მე რომ უსასყიდლოდ და უანგაროდ ვაფინანსებდე საფრანგეთში რომელიმე NGO-ს, რომელიც თავს ევლება უსახლკაროებს და საფრანგეთის მთავრობამ რომ მოისურვოს იმ ფულის, რასაც მე ვაგზავნი საფრანგეთში, გაკონტროლება. განა მე პროტესტის გრძნობა გამიჩნდებოდა? მე მგონი არა, პირიქით. მადლობელი ვიქნებოდი საფრანგეთის სახელმწიფოსი, გვერდით რომ დამდგომოდა და გაეკონტროლებინა ჩემი მიერ გაგზავნილი ფულის მიზნობრიობა. როგორც ამბობენ, ერთი თვალი კარგია, მაგრამ ორი უკეთესია. მაგრამ თუ კი მე უსახლკაროების დაცვის NGO-ს ამოფარებულ სინამდვილეში გაცილებით რომ გზააკრული ამოცანები მაქვს, მაგალითად პასტილიის აღება ან ეიფელის კოშკის ჯარჯში ჩაბარება და ჩემი გაგზავნილი ფული ამ არაკეთილსინდისიერ საქმეს უნდა მოხმარდეს. მაშინ გასაკვირველია, მე ავტეხ განგაშს, რომ თავისუფალი სიტყვა და დემოკრატიული დემოკრატია საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკაში ირღვევა და ვინ ეკითხება ან მაკრონს ან მადამ მაკრონს თუ რაში იხარჯება ჩემი მიერ გაგზავნილი ფული. და ასეთ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, რას მოიმოქმედებდა მაკრონი და მისი მთავრობა. მორჩილად დახრიდა თავს, დახუჭავდა თვალებს და ცალფეხზე დაიწყებდა ხტუნვას. დარწმუნებული ვარ, რომ კატეგორიული ზომები იქნებოდა მიღებული. მოკლედ ძალიან ცუდი სუნი ազდის მთელ ამ აურზაურს გამჭვირვალეობის კანონთან დაკავშირებით, მეგობრებო, და
ეს სუნი არ ნელდება. და უფრო ცუდი სუნი კი ასდის აურზაურს LGBT პროპაგანდის კანონთან დაკავშირებით. ზოგჯერ მაქვს ეჭვი ვიფიქრო, რომ LGBT პროპაგანდის კანონის გაუქმება უფრო აინტერესებს ზოგიერთ უცხოელ მეგობარს. აი რატომ არიან ისინი ასე ამაში მოწადინებული? ამას უკვე ვერ ხვდები. ვერ ხვდები თუ რას აძლევს მათ ჩვენთან LGBT პროპაგანდის დანერგვა. დიახ, ვერ ხვდები და არ მესმის. როგორც თქვა ცხონებულმა ჰამლეტმა, ბევრი რამ ხდება ჰორაციო ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოს სიზმრად არც კი მოლანდებიათ. ბოლოს იცევ ოლაფ შოლცს მინდა მიუბრუნდე. უბრალოდ მოგითხვა მინდა გადავცე. მოგითხვა ჰერ ოლაფ შოლცს. ეს იყო განაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.